ბათუმელების მარში სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო. ბათუმელები ბუკიას ბაღთან შეიკრიბნენ და მსვლელობით მივლენ ჯერ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, შემდგომ კი ვარაზის ხევის გავლით პარლამენტთან შეუერთდებიან მთავარ აქციას, რომელიც უკვე 29 დღეა უწყვეტად იმართება. ბათუმელების მარში არის საკმაოდ მრავალფეროვანი და ხმაურიანი. მე ვთხოვ ჩემს ოპერატორს კადრში გაჩვენოთ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შეკრებილები არიან დროშებით, ბანერებით, შეძახილებით. ცდილობენ თავიანთი ხმა გააგონონ არალეგიტიმურ ხელისუფლებას. მათი სათქმელი არის მთავარი თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და ახალი არჩევნები. როგორც აქ შეკრებილი ადამიანები ამბობდნენ, ამ მარშზე აუცილებლად იქნებოდნენ საბა ხვიტარიძე, ანრი კაკაბაძე და ზვია ცეცხლაძე, რომლებიც არიან ბათუმიდან და არიან რეჟიმის უკანონო ტყვეები. რომ არა ოცნების პოლიტიკური რეპრესიები, ისინი დღეს აუცილებლად ამ მარშზე იქნებოდნენ და გააგრძელებდნენ ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისთვის. მე შევეცდები ახლა გავესაუბრო აქციის მონაწილეებს და უფრო მეტი თავად მათგან გავიგოთ. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გვითხარით თქვენი სათქმელი, რა არის თქვენი მთავარი мотиваცია? ჩვენ ვხედავთ საკმაოდ მრავალფეროვან მარშებს და მათ შორის გამოჩნდა ბათუმელების მარში. კი ბატონო, ჩვენ ბათუმელები დღეს გამოვედით ქუჩაში, ისევე როგორც სხვა ამ ქვეყნის მოქალაქეები და მიგვაჩნია რომ დღეს ჩვენ გჭირდება სამართლიანი არჩევნები, ისეთი არჩევნები, რომელიც ამ ქვეყანაში არ ჩატარებულა სამწუხაროდ, წინა არჩევნებს გულისხმობ. გჭირდება ლეგიტიმური ხელისუფლება და სამწუხაროდ ჩვენ დღეს არ გვყავს ამ ქვეყანაში ლეგიტიმური ხელისუფლება, არც შიდა და არც გარე ლეგიტიმაციით. ჩვენ გჭირდება იმ უკანონო დაპატიმრებული ქართველების და მამულიშვილების გათავისუფლება, რომლებსაც ბრალი მხოლოდ საქართველოს სიყვარულში ედება და ამის გამო იხდიან აბსოლუტურად აბსურდულ სასჯელს. და ჩვენ გვჯერა რომ ბათუმი, როგორც საქართველოს კარიბჭე, არის ღირსეული და არის ღირსეული შვილები წარმოდგენილი აი აქ თბილისში ამ მარშზე. ასე რომ ჩვენ გვჯერა იმ მომავლის, საითაც მივდივართ და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ ევროპულ საქართველოში გავიღვიძებთ ყველანი ერთად. გვითხარით, რატომ შეარჩიეთ ლოკაციად საზოგადოებრივი მაუწყებელი? როგორც ვიცით, ჯერ გაჩერდებით საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რომელიც თავადაც არის პროტესტის ერთ-ერთი კერა. ჩვენ გავჩერდებით საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ხმა იქნას გაგონილი, ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ხმა მივიდეს ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ჯერ კიდევ მიაჩნია, რომ ასე გაგრძელება შეიძლება და ასე შეიძლება ქვეყნის მართვა. ეს ვერ მოხდება, ჩვენ ამას ვერ დავეთანხმებით და ვერ შევეგუებით. ჩვენ ვიბრძვით ევროპული მომავლისთვის, იმ მომავლისთვის, რომელიც ყველას უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ამ ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა, უსმენდით აქციის მონაწილეს. მე შევეცდები გავესაუბრო სხვა მონაწილეებსაც, ვთხოვ ჩემს ოპერატორს გადავინაცვლოთ ბანერის მეორე მხარეს, სადაც ვხედავ ნადიმ ხმალაძეს. ბატონო ნადიმ, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. მოუძღვებით ბათუმელების მარშს. გვითხარით, თქვენი მთავარი სათქმელი რა არის დღევანდელი მარში? დიახ, ბათუმი ყოველთვის დგას იქ, სადაც უნდა იდგეს. მე ბათუმელი ვარ და არ შემეძლო არ ყოფილიყავი ამ მარშში. ცოტა პოლიცია გვავიწროებდა, მაგრამ დალაგდა და ეხლა მოგცეს უფლება ერთი მხარე გადავგეთოთ. мотиваცია არის უმაღლესი, მთელი საქართველო გარეთ არის, მთელი საქართველო ქუჩაშია, მთელი კუთხეები და პატარ-პატარა დაბებიც კი აწყებენ მარშს და ჩვენ ამ მოძრაობით ნელა, მაგრამ აუცილებლად შევალთ ევროპაში. დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც ძალადობს, რომელსაც 30 პოლიტპატიმარი ყავს, რომლებმაც დაამახინჯეს, დაასახიჩრეს ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი შვილები. ამაზე ყველას მოეთხოვება პასუხი. ისინი აი ამ ხალხის წინაშე აგებენ პასუხს და საქართველო გაიმარჯვებს. საქართველო აუცილებლად თავის ევროპულ ოჯახში შევა და ჩვენ ასე მშვიდობიანად, ასეთი მსვლელობებით შეიძლება გაგვიგრძელდეს, მაგრამ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ. ჩვენი გასაკეთებელი საქმე არის საქართველოს თავისუფლება, საქართველოს ევროპაში, ევროპის ოჯახში შესვლა და აი ამ ხალხს უყურეთ. ამათი გაჩერება შეუძლებელია ქართულო, რუსულო ოცნება უпроსტო. ძალიან დიდი მადლობა ნადიმ ხმალაძეს უსმენდით. გამოგყვებით და გკითხავთ თქვენს თუ შეიძლება. 29 დღეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს თბილისისა და არა მხოლოდ თბილისის ქუჩებში. თუმცა ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას როგორც ჩანს არ უნდა გაიგონოს ამ ხალხის ხმა. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი? მოუწევს თუ არა თქვენი ხმის გაგონება? იძულებული გახდებიან რომ ჩვენი ხმის გაგონება ისწავლონ.
და ისმინონ, იმიტომ რომ ეს ხალხი არ გაჩერდება. ბოლო-ბოლო ხო გაიგონებენ ჩვენ ხმას. ესმით უბრალოდ ჯერ არ უნდათ რომ აღიარონ. დარწმუნებული ვარ რომ ამ ხალხის ხმა ესმით აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა. მე ვთხოვ ჩემს ოპერატორს ნოდო ჯარმელაშვილს გაჩვენოთ ახლა მსვლელობა, რომელიც უკვე მოვიდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან, როგორც დასაწყისშივე გითხარით. ერთ-ერთი ლოკაცია, სანამ პარლამენტთან მივიდოდნენ აქციის მონაწილეები, იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც შეიძლება ითქვას პროტესტის პირველივე დღეებიდან არის ის კერა, სადაც ხალხი ითხოვს, რომ გაისმას მათი ხმა და ის რეალური ამბები, რომლებიც თუნდაც აქციებზე ხდებოდა და ის რეალობა, რომელშიც უწევთ ცხოვრება. ახლა ხედავთ დროშებით და ბანერებით, როგორ მივიდნენ აქციის მონაწილეები საზოგადოებრივ მაუწყებელთან. მე შევეცდები, რომ მივიდე უფრო ახლოს ადამიანებთან და კიდევ ერთხელ გავესაუბრო მათ და ვკითხო რა არის მათი სათქმელი. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გვითხარით თუ შეიძლება უკაცრავად. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გვითხარით თუ შეიძლება. კი ბატონო, ზოგიერთ ადამიანს არ სურს საუბარი, მოკლედ ბათუმელების მარში მოვიდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან და როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ვარაზის ხევის გავლით ისინი შეუერთდებიან ქვეყნის მთავარ გამზირზე მიმდინარე აქციას. აქ გაისმა შეძახილები, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელიც მათ შორის როგორც ქვეყანა უნდა დაუბრუნონ აუცილებლად ქართულ ხალხს.